მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია, ფასებზე მოსალოდნელი წნეხი და გლობალური მაღალი გაურკვევლობა ის ძირითადი მიზეზები არის, გამოც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე დატოვა. რით არის განპირობებული ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რა მოლოდინები აქვს მარეგულირებელს და როგორ აისახება გადაწყვეტილება სესხების საპროცენტო განაკვეთებზე სტუმართან ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსთან თამთა სოფრომაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მიუხედავად მაღალი ინფლაციისა და ზოგადად გლობალურად არსებული საკმაოდ რთული ვითარებისა, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ გაურკვევლობებისა უფრო მეტად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაინც უცვლელად შეინარჩუნეთ. რა ფაქტორებმა განაპირობა ეროვნული ბანკის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, რა ძირითადი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით ასე დროს და დანარჩენს უკვე მერე მივყვეთ მთლიანობაში 11 ჯერ პრაქტიკულად უცვლელად ტოვებთ ამ რეფინანსირების განაკვეთს. აი ესეც რით არის განპირობებული? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ასევე თქვენ მაყურებელს. როგორც აღნიშნეთ, გუშინ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეენარჩუნებინა. ამის ძირითადი მიზეზი არის ერთი მხრივ ინფლაციური ტენდენციები. მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ინფლაცია აგვისტოს მდგომარეობით 4.6 იყო, რომელიც ზომიერად აღემატება 3.3%-იან მაჩვენებელს. ძირითადად ამას განაპირობებს სურსათის ინფლაცია, ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც მაღალი მერყეობით სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს გამორიცხავს, ჯერ კიდევ 3 მაჩვენებლის ქვემოთ არის და აგვისტოს მდგომარეობით 2.8% იყო. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ჩვენ როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, ძირითადად ხელმძღვანელობთ პროგნოზებიდან გამომდინარე, მოლოდინებიდან გამომდინარე და ასევე რისკების შეფასებიდან. ძირითადად ეს ტენდენციები თანხვედრაში არის ეროვნული ბანკის ცენტრალურ პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც ინფლაცია 3.3%-იან მაჩვენებელს შედარებით ზომიერად გაზრდილი, მხოლოდ დროებით იქნება, შემდგომ კი დაუბრუნდება 2026 წელს 3%-იან მაჩვენებელს. საბოლოო ჯამში კი გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ ეს გაზრდილი მაჩვენებელი ინფლაციისა მაინც დროებითია. ძირითადად რა ფაქტორებმაც გაზარდა მიზნობრივზე მეტად იყო მაგალითად პურის ფასის კორექტირება, რომელიც სხვა თანაბარ პირობებში ძირითადად მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი აქვს, ერთხელ ხდება ფასის კორექტირება და შემდეგ ავტომატურად ერთი წლის შემდგომ მისი ეფექტი ინფლაციიდან ამოვარდება. ამის ეფექტი დაახლოებით 0.6% პუნქტი არის არსებულ მთლიან ინფლაციაში, რომელიც 4.6 არის და ასევე გასულ წელს 24 წელს საერთაშორისო ბაზრებზე იყო დაღმავალი ტენდენცია სურსათის ნედლეულზე, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემოდა და აი ამ კონკრეტული სურსათის მიმართულებით დაბალი ბაზის ეფექტის ასახვაც არის. ამ ეტაპზე ინფლაციის 3.3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დამატებით ჯამურად მათი წვლილი დაახლოებით არის 1.3% პუნქტი. შესაბამისად, ეს გვაძლევს ამის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი არის, ეს ფაქტორები, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოვარდება ინფლაციიდან და დაუბრუნდება 3%-იან მაჩვენებელს. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზეც, რომ ერთობლივი მოთხოვნაც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ინფლაციაზე ახდენს გავლენას, უკვე ავლენს ნიშნებს გრძელვადიან ტრენდთან დაახლოების. ესეც ფაქტიურად მიუყვება ეროვნული ბანკის მოლოდინებს და პროგნოზებს. ბოლო მონეტარული პოლიტიკის ანგარიშიც აღნიშნეთ ჩვენ ამის შესახებ, რომ ეკონომიკური აქტივობა დაიწყებდა გრძელვადიან ტრენდთან დაახლოებას და შესაბამისად აქედან არ ველოდებით დამატებით ინფლაციურ წნეხს. მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ გლობალურად მაინც გაურკვევლობებია და თუნდაც იგივე საარჩევნო წელში ვართ, აი ამ ფაქტორების მიუხედავად დაუშვათ არ ფიქრობთ, რომ ეკონომიკური აქტივობა შენელდება? დიახ, ანუ შენელება გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა ეროვნული ბანკის შეფასებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით საქართველოსთვის არის დაახლოებით 5.5% და შესაბამისად ეტაპობრივად ეკონომიკური აქტივობა დაუბრუნდება ამ ტრენდს და ამის ნიშნებს უკვე ავლენს. რაც შეეხება, როგორც აღნიშნეთ თქვენ, გლობალური ფაქტორები, რაც საკმაოდ ესეთი სარისკო ფაქტორები არის და ეკონომიკური მდგომარეობა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ბუნდოვანი
ბალანს ხდის საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს. ბაზრებზეც, ბირჟებზეც რო შეხედოთ, ანუ ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს რეალურად და ეს პროცესები რა ტიპის გავლენას ახდენს რეალურად გლობალურ ეკონომიკას. სწორედ ამის გათვალისწინებითაც ვიკითხე, აი ეს ფაქტორები არ იქნება, არ შეიძლება იყოს დაუშვათ თუნდაც გრძელვადიან ნაწილში ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი დაუშვათ ერთგვარი ფაქტორი. სწორად აღნიშნეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნულ ბანკს აქვს რამოდენიმე ტიპის სცენარი, ცენტრალურ სცენართან ერთად ჩვენ ვაქვეყნებთ მაღალ ინფლაციურ და დაბალ ინფლაციურ სცენარებს და რისკების მინიმიზების მიდგომიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ის ფაქტი, რომ გლობალურად ესეთი სიტუაცია და გაურკვევლობა არის, სწორედ ეს გახდა მიზეზი, როგორც აღნიშნეთ, რომ 8%-ზე საკმაოდ დიდი ხანია შევინაშვით. იმიტომ რომ გარკვეულწილად თითქოს არსებობს ხოლმე რაღაც პერიოდულობით მოლოდინი, რომ ხوار შეიძლება შეამციროს, მაგრამ ეხა როგორც ჩანს გლობალურად უკვე ისეთი ტენდენცია, რომ ექსპერტებსაც აღარ ქონიათ მოლოდინი, რომ აუცილებლად შეიძლება და შეგემცირებინათ. ეს იყო ძირითადი საფუძველი გასული წლის განმავლობაში, თუ რატომ ვინარჩუნებდით ზომიერად მკაცრ ინფლაციას, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში მთლიანი ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ დაბალი იყო. იმ გადმოსახედიდან აი წარსული გადაწყვეტილებებიც რომ შევაფასოთ, იქედან გამომდინარე რომ ხედავდით საკმაოდ გაზრდილ რისკებს გლობალურად, ამიტომ ავირჩიეთ ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რისი შედეგიც არის ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან დაბალი იყო, ეხლა ზომიერად არის გაზრდილი, თუმცა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ ინფლაცია დაუბრუნდება 3.3%-იან ერთგვარად მარცხადი. სწორედ ეს პოლიტიკა, თქვენ ხახსენთ ფრაზა, შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე როგორ გამოიყურება და ეს დაუშვათ არის თუ არა ისეთ ეტაპზე, რომ დაუშვათ გიბიზგოთ შერბილებისკენ აი ამ არსებულმა მდგომარეობამ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გარკვეულწილად სერიოზული შემაფერხებელია ეკონომიკური ზრდის. რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის ბერკეტი საპროცენტო განაკვეთი რაც არის, თავისთავად ის აისახება ერთობლივ მოთხოვნაზე, ამ არხით აქვს მას გავლენა, თუმცა მთავარი თუნდაც აი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის და სტაბილურობისთვის არის ფასების სტაბილურობა. თუ ფასების სტაბილურობა საჭიროებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, მნიშვნელოვანია რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდეს ეს პოზიცია, იმიტომ რომ ფასების სტაბილურობა ფაქტიურად არის საძირკველი და საფუძველი ეკონომიკური სტაბილურობის. ამის გარეშე სტაბილურად მაღალი ეკონომიკური ზრდა არ შენარჩუნდება. აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკი ყოველთვის ფასები ინფლაციიდან გამომდინარე და ფასების სტაბილურობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ფაქტიურად აი ამ ფრთხილი მიდგომის და ამ გადაწყვეტილების შედეგი იყო ის ბოლო წლების დაბალი ინფლაცია, რომელიც თან კომბინაციაში იყო მაღალ ეკონომიკურ აქტივობასთან. თვითონ საკრედიტო აქტივობა როგორია ქვეყანაში, ანუ ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან და რამდენად რა ფაქტორებით არის განპირობებული დაუშვათ საკრედიტო აქტივობის დღევანდელი ტემპი. მე როგორც ხვდები ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით საკმაოდ მაღალია და ის არ შემცირებულა, თუმცა საინტერესოა ეროვნული ბანკის პოზიცია ამ თემაზე. საკრედიტო აქტივობა დაახლოებით 15%-თან ახლოს არის ბოლო ტენდენციების მიხედვით. წინა პერიოდებში შედარებით უფრო სწრაფი იყო საკრედიტო აქტივობა, დაახლოებით 18% იყო და ნორმალისტად 15%-ზე, თუმცა ეს არის თანაბარზომიერი ეკონომიკური აქტივობის. ჩვენ ვისაუბრეთ უკვე იმაზე, რომ ეკონომიკური აქტივობა ნორმალიზაციის ნიშნებს ავლენს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასთან და სწორედ ამის თანაბარზომიერი არის არსებული საკრედიტო აქტივობა. 15% საკმაოდ ძლიერი საკრედიტო აქტივობაა და რაც მნიშვნელოვანი არის, თუ როგორი არის საკრედიტო აქტივობის სტრუქტურა. საერთაშორისო ტენდენცია როგორია, ანუ მაყურებლისთვის უფრო ცხადი რომ იყოს, ეს 15% ბევრია ცოტა, პრაქტიკა როგორია საერთაშორისო ბაზრებზე, დაუშვათ კარგ აქტივობად ითვლება 15% თუ შედარებით მაინც დაბალი დონეა აქტივობა. აი ეს რომ განსაზღვროთ, რომ რა არის კარგი საკრედიტო აქტივობა, ეს დამოკიდებული არის ქვეყნის სპეციფიკაზე, თუ რა არის, თქვათ, სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი, რა არის გრძელვადიანი ეკონომიკური წონასწორული ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ქვეყნის პარამეტრებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ 3% გვაქვს სამიზნე მაჩვენებელი, 5.5 დაახლოებით გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა.
ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე 15% არის კარგი მაჩვენებელი, თუმცა აქვე გავამახვილებ იმაზე ყურადღებას, რომ გარდა ესე აგრეგატული მაჩვენებლისა, რომ 15%-იანი ზრდა არის, მნიშვნელოვანი არის თუ როგორი ზრდა არის და რა სტრუქტურა აქვს საკრედიტო აქტივობას. ჩვენ შემთხვევაში საკრედიტო აქტივობის მთავარი წვლილი შეაქვს ბიზნესის ტიპის სესხებს. თავად საკრედიტო აქტივობა არის ჯანსაღი, რასაც ასევე ხელს უწყობს ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკა და შესაბამისად ამას წვლილი შეაქვს საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ჯანსაღია, თავად საკრედიტო აქტივობამ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ გაფუჭებული სესხებია და გადაცილებული ეს ძალიან ძიმე თემაა, წლების წინ ეს ძალიან პრობლემური იყო, ეხლა აღარ ჩანს ეს ტენდენცია იმ მასშტაბით ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა საინტერესოა რას ნიშნავს ჯანსაღი ეკონომიკური საკრედიტო აქტივობა. საკრედიტო აქტივობა ინდივიდის დონეზე რომ დავიყვანოთ, როდესაც ბიზნესი ან ეკონომიკური ინდივიდი იღებს კრედიტს, ამ კრედიტმა მას უფრო მეტი სარგებელი უნდა მოუტანოს, ვიდრე შეექმნას მას მძიმე წნეხად. და როდესაც ეს მძიმე წნეხი ხდება, შესაბამისად, შემდეგ ეს უმოქმედო სესხები იზრდება. ჩვენი ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოში, ანუ ეს ტენდენცია წლების განმავლობაში საკმაოდ პოზიტიურად შეიცვალა და უმოქმედო სესხების წილით ერთ-ერთი გამორჩეულად დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, დაახლოებით 2.6% არის უმოქმედო სესხების წილი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი თუ როგორ შეგვიძლია შევაფასოთ ჯანსაღი დაკრედიტების სიჯანსაღე. და ჩვენი საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ კითხოთ რეზერვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ერთგვარი სპეკულაციების თემა იყო დაახლოებით 1 წლის წინ და ცოტა მერე პერიოდში, თუმცა დღეს ხელსახეზე გვაქვს რეზერვები საკმაოდ გაზრდილი მაჩვენებელი, მაგრამ რამდენად ეს ისაა, რაც ეროვნულ ბანკს აქვს გეგმაში, სწორედ ეს არის ჩემი შეკითხვა. რა ჩვენ ყოველთვიურად ვხედავთ რეზერვების შევსებას, ხო? თუმცა ეს არის ის უკვე იმ მასშტაბზეა შევსებული, რომელიც ეროვნულ ბანკს ათქმევინებს, რომ სავალუტო რეზერვები ჩვენ საკმაოდ კარგად და სტაბილურად გვაქვს. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ სავალუტო რეზერვები ეს არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორი და აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის მიმართული არის იმაზე, რომ დააგროვოს სავალუტო რეზერვები, როდესაც ბაზარი და ეკონომიკური ტენდენციები ამის საშუალებას გვაძლევს. წელს საკმაოდ მსხვილი შესყიდვები განახორციელა ეროვნულმა ბანკმა ივლისის მდგომარეობით, იანვრის-ივლისის მდგომარეობით 1.3 მილიარდი შევისყიდეთ და სავალუტო რეზერვები 5.2 რა იყო ამ ნაწილში სუსტი დოლარი? ერთ-ერთი იყო სუსტი დოლარი, თუმცა აქვე აღნიშნავ, რომ ასევე დეპოზიტების ლარიზაციაში საკმაოდ კარგი ტენდენცია იყო. მოგეხსენებათ, რომ 20-24 წლის ბოლოს იყო დეპოზიტების დოლარიზაციის და შემდეგ წლის დასაწყისიდან ეს ისევ შემოტრიალდა ეს ტენდენცია და დაახლოებით 3% პუნქტით შემცირდა დეპოზიტების დოლარიზაცია. და ამავდროულად საგარეო შემოდინებების და გადინების ბალანსი, რასაც ყველაზე კარგად აჯამებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. წინსწრები ინდიკატორებით, რაც გვაქვს მეორე კვარტლის შესახებ, საკმაოდ ეს კარგი შემოდინებები იყო, როგორც ექსპორტის მხრივ, ასევე ტურიზმი 5%-ით გაიზარდა, ფულადი გზავნილების მხრივ და ყველა ამ ფაქტორმა, სამივე ფაქტორმა პოზიტიურად იმოქმედა. და აპირებთ გააგრძელოთ რეზერვების შევსება. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას და ეკონომიკური ტენდენციები გვაძლევს, ეროვნული ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, რომ რეზერვები კარგად შეიცვალოს. და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა კითხოთ ლარზე, ლარი ეხლა იმდენად სტაბილურ მდგომარეობაშია ბოლო თვეების განმავლობაში, რომ თითქოს არ ჩანს რაღაც გარკვეულწილად კითხვის ნიშნები, თუმცა როგორც წესი შემოდგომა ზამთრის პერიოდში, თან როდესაც გლობალურ თუ ადგილობრივ დონეზე რაღაც პოლიტიკური შესაძლო მერყეობები ჩდება, აი ამ ნაწილში ყოველთვის არის ხოლმე კითხვა, რა ელოდება ლარს. რა ტენდენცია ჩანს დღევანდელი გადმოსახედიდან, ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან ლარის სიმყარესა და მის სტაბილურობასთან დაკავშირებით? რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, ამას ხშირად მithქვამს ასევე თქვენს ეთერშიც, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ლარის კურსს აყალიბებს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მდგომარეობა. პირველ რიგში ეს არის მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, ასევე აისახება საგარეო მდგომარეობა, თუნდაც ის, რომ დოლარი სუსტი არის სხვა ვალუტების და მათ შორის ლარის მიმართ და მსოფლიო ვალუტების მიმართ შესუსტდა მისი პოზიცია. დღევანდელი მდგომარეობით, რასაც ხედავთ, ყველა ეს მოქმედი ფაქტორი
პოზიტიურად აისახება კურსის ტრენდზე, მოლოდინებს რაც შეეხება, მოლოდინებიც ახდენს ლარის კურსზე გავლენას, თუმცა მას მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაკროეკონომიკური მდგომარეობა არის გადამწყვეტი. მოლოდინების თვალსაზრისით ყველაზე კარგი ინდიკატორი არის თუ რა ტენდენცია დეპოზიტების დოლარიზაციის მხრივ და ამ კუთხითაც როგორც მოგახსენეთ, ივლისის მონაცემით 3% პუნქტით არის აი პიკურ მდგომარეობასთან შემცირებული, რაც იყო 24 წლის ბოლოს 25 წლის დასაწყისში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თამთა სოფრომაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა, კლავაც სიამოვნებით გიმას მისლებთ ბიზნეს პარტნიორის სხვა გადაცემებში.